This is a moment for reflection, but also for გაერთიანებული ერების ორგანიზაცია არ უნდა იყოს სივრცე, სადაც გიგანტი სახელმწიფოები იბრძვიან, ხოლო მცირე ქვეყნები სუნთქვა შეკრულები უყურებენ მათ. ეს უნდა იყოს მრგვალი მაგიდა, სადაც თითოეულ ადგილს უნდა კონდეს თავისი მნიშვნელობა. ჩვენნაირ სახელმწიფოებთან, რომლებიც გლობალურ სამხრეთს ეკუთვნიან, ხშირად ისე ექცევიან, როგორც ჭადრაკის ფიგურებს. დროა ვაჩვენოთ, რომ ჩვენ შევიძლია ვიყოთ ორგანიზატორებიც და ნოვატორებიც. შესაძლოა ჩვენი სიტყვა არ იყოს ხმამაღალი, თუმცა ხშირად სწორედ ჩვენ გვაქვს მკაფიო ხედვა, რადგან ერთდროულად ვხედავთ აღმოსავლეთსა და დასავლეთსაც. ჩვენს პარტნიორებთან ერთობლივი მოქმედება არ გულისხმობს ბრმა თანხმობას, ის გულისხმობს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას და რწმენას, რომ დიალოგი უფრო ძლიერია ვიდრე უთანხმოება. სერბეთი სანდო და პროგნოზირებადი პარტნიორია, თუმცა აუცილებელია ურთიერთშეთანხმება. ჩვენ ისევე მტკიცედ დავიცავთ ჩვენს სუვერენიტეტს, როგორც თანამშრომლობას. სერბეთი არ არის ბუფერული ზონა, ის არის ხიდი. ხიდები კი ერთმანეთთან დაკავშირებისთვის არის შექმნილი და არა დაყოფისთვის. ამიტომ მე, როგორც სერბეთის პრეზიდენტს, მინდა ჩვენი ქვეყნის დედაქალაქი ბელგრადი შემოგთავაზოთ როგორც დიალოგის სივრცე მსოფლიოში ყველა კონფლიქტის გადასაჭრელად. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სამყარო ძალადობის ყველაზე მომაკვდინებელი ძალადობის წინაშე აღმოჩნდა. 2024 წელს 36 ქვეყანაში გაჩაღდა 61 სამხედრო კონფლიქტი. ეს არის 10 წლეულების განმავლობაში ყველაზე რეკორდული მაჩვენებელი. დეზინფორმაციის გავრცელება, განსაკუთრებით ციფრული პლატფორმების მეშვეობით, აღვივებს ქვეყნებს შორის უთანხმოებას, რასაც აქვს უარყოფითი გავლენა არჩევნებზე, ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებებსა და საზოგადოებრივ განწყობებზე. ჩარლი კირკის მკვლელობა არის ამ ყველაფრის საუკეთესო მაგალითი. ის სასტიკად მოკლეს მხოლოდ იმისთვის, რომ მკვლელს არ მოსწონდა მისი იდეები. the example of Charlie Kirk is the best confirmation of that.